ახალი 12-ზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მედიის თავისუფლების პრობლემები და პოლიტიკური რეპრესიები. საკითხები განიხილება კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო შერატონში არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. თემას თამთა ჯანაძე განაგზობს პირდაპირ ეთერში. თამთა გისმენთ. სასტუმრო შერატონ მეტეხი პავლაში კონფერენცია უკვე 1 საათია, რაც მიმდინარეობს, როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, კონფერენციის ძირითადი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით აზრთა გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები და უფლებადამცველები და ისინი ისაუბრებენ ასევე მედიის პრობლემებთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, უფლებადამცველები ნახავენ იმ აუდიო და ვიდეო მასალას, რომელთაც დასტურდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნის ფაქტები. ჩვენ ხვდებით ისეთ სერიოზულ დარღვევებს, როდესაც ადამიანები ხდებიან პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი, მათ ან აკავებენ, ან აპატიმრებენ, ან მათზე ხორციელდება უკანონო ფინანსური სანქციები და სხვაგვარი დასჯები, დევნა სხვადასხვა სახის, რამაც ბუნებრივია კიდევ უფრო აქტუალური გახადა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების როლი. აზრთა გაცვლა გამოსვლადია სწორედ იმ კითხვებზე პასუხის მიღება, როგორც ჩვენი თანამემამულეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის იქნება კიდევ ერთი ტრიბუნა დღეს. ეს თავისთავად უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც ქვია ქვეყნის დემოკრატიზაცია. კონფერენცია დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის საღამოს უფლებადამცველების მიერ საგანგებო რეზოლუციის მიღებით დასრულდება. დიდი მადლობა სასტუმრო შერატონიდან ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე საუბრობდა.